დედაენის პარკში ექსტრემალური სპორტის ფესტივალი ჩატარდა. ექსტრემფესტის ორგანიზატორი ეთნიკურად ოსი არსენ მამეტოვია, რომელიც თბილისში საცხოვრებლად დაახლოებით 3 წლის წინ გადმოვიდა. ფესტივალი სპორტის სამინისტროსა და საქართველოს სკეიტბორდის ფედერაციის მხარდაჭერით უკვე მესამედ ჩატარდა თბილისში და მასში 80-ზე მეტმა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა. სამდღიანმა ასპარეზობამ გამარჯვებულები BMX-ის, სკეიტბორდისა და ექსტრემალური სპორტის სხვა კატეგორიებშიც გამოავლინა. შეჯიბ სპეციალურად ფესტივალისთვის ცხინვალის რეგიონიდან ჩამოსული დევნილი მოზარდებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც დედაენის ბაღში დამონტაჟებული სპეციალური დაფის საშუალებით ოს თანატოლებს სამშვიდობო გზავნილები გაუგზავნეს. არსენ მამეტოვი აპირებს, რომ ფესტივალი გორში, ქუთაისსა და ბათუმშიც ჩაატაროს. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შევძელით ამ ფესტივალის ისევ გამართვა. მესამე წელია უკვე ტრადიციულად ვაწყობთ. ახალი მონაწილეები გვემატებიან საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. ძალიან ბედნიერი ვარ, როდესაც ვუყურებ, როგორ სიამოვნებთ და ერთობიან ამ სპორტით. ნამდვილად სპორტი აერთიანებს. ძალიან მომწონს ეს სპორტი და ძალიან აღფრთოვანებული ვარ. მე ვარ ახალგორიდან წარმოშობის და მინდა უთხრა, რომ ოდესმე ახალგორიდან ვიც არის ოდესმე დაუბრუნდებით სუყელანი და იქ ვქნებით ოდესმე სუყელი.